გამარჯობა, დღეს დაგახატინებთ პაწაწუნა ფიგურებს. გოგო და ბიჭები. ესეთი ფორმები დახატეთ, რასაც ხედავთ ვიდეოში. თუ ჩქარია ვიდეო, დააპაუზეთ და ისე გააგრძელეთ ხატვა. ძალიან მარტივი არის, როგორც ხედავთ, ძირითადად ვიყენებ გეომეტრიულ ფორმებს. თავიდან დავხატე ესეთი ბურთი, რაზედაც ტანი შემოვხაზე. ჩათვალეთ ბურთზე ქვემოთ დავხატავთ მართკუთხედს და წინ ცოტათი ფეხებს დახატავთ მოხრილს. ეხლა მეორე ფიგურა დავხატოთ, ესეთი ბურთი. ტანი ძალიან მარტივად. შეიძლება უფრო მეტად ასიმეტრიულიც გამოგივიდეთ, მაგრამ არა უშავს. მაინც მიიღებთ სასურველ ფიგურას. ფეხებს დავხატოთ, ხელები ჩავაჭიდინოთ. დავიწყოთ შემდეგ თვალების ჩახატვა. თვალებიც არის ესეთი პატარა ბურთები. შიგნით კიდე პაწაწუნა ბურთები, რომელსაც გააფერადებთ. დავხატეთ ხუჭუჭათმები, ან თუნდაც სწორი. ტანსაცმელზე შეგიძლიათ სხვადასხვა დეკორები ჩაუხატოთ. მე ამ შემთხვევაში ესეთი ფორმები ავირჩიე, რასაც ხედავთ. დავხატოთ მესამე ფიგურაც. აი ხო ხედავთ რა მარტივი არის ბურთი. ხელებიც აი ესე დათვალეთ უბრალოდ რომ ხუთი თითი გამოვიდეს. ჩავაცოთ კომბინიზონი. აი ძალიან მარტივი ფორმა არის. მოუხაროთ ცალიფეხი. ცალიფეხი ესე სწორი იყოს. ძალიან საყვარელი ფიგურა არის მოძრაობაში. ხატვის პროცესში შეიძლება რაღაცები შეგეშალოთ, არასწორად დახატოთ. არ ინერვიულოთ ან წაშალეთ, ან გადააკეთეთ. ხელში როდესაც ფანქარი გვიჭირავს, ჩვენ ნამდვილი ჯადოქრები ვართ და ყველაფერი ჩვენს ხელთაა. თავია განწყობა. თქვენი ნამუშევრები შეგიძლიათ გამომიგზავნოთ Facebook-ზე ან Instagram-ზე შესაფასებლად.